რისი თქმა გსურდათ ამ სტატუსით გისმენთ. მოგესალმებით დიანა, მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ მადლობა თქვენ მოგზაურობისთვის. საუბრო ამ საკითხზე. აქ მნიშვნელოვანია თქვენ ჩამოთვალეთ, რომ არც ერთ მათგანს მიახლოვებული სასჯელიც კი არ ქონდა 13 წელთან, ხო? დიახ. ყველაზე მაღალი არის 9 წელი იმ ადამიანებისთვის, სხვათა შორის, რომლებიც ადამიანების სისტემურ წამებაში იქნენ ხელიბურნი, მათ შორის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობაში და ამ ადამიანებმა სასჯელის სახით მიიღეს 9 წელი. ეს შედარება უბრალოდ დავწერე იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ხო? დიახ. სასჯელი უნდა იყოს პირველ რიგში სამართლიანი. სამართლიანობაში გულისხმობ იმას, რომ ის უნდა ასახავდეს იმ რეალობას, იმ ქმედების მიმართ, ხო, რაც ადამიანმა ჩაიდინა, ხო? მით უმეტეს, მე ხო არ ვსაუბრობ ალეკოს უდანაშაულობაზე, ხო? და ამაზე მე მგონი არავინ არ საუბრობს, ხო? მაგრამ აქ საუბარი არის, რომ ის რაც მან ჩაიდინა, მისი სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი მის მიერ ჩადენილი ქმედების. მე ვფიქრობ, რომ 13 წელი არ არის ის სასჯელი, რაც ამ შემთხვევაში შეიძლებოდა მის მიმართ გამოტანილი იყო, შეიძლება უფრო დაბალი ყოფილიყო ეს სასჯელი. მე შეგნებულად დღეს არ ვისაუბრებ კვალიფიკაციის ნაწილზე, თქვა ტერორიზმია, სხვა ისქონა. არა, საინტერესოა სხვათა შორის, სწორედ კვალიფიკაცია განსაზღვრული მოიტანა ეს ზომა. კვალიფიკაცია მოიტანა უბრალოდ და მე ვიცი მისი ადვოკატების პოზიცია ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ დღეს მე არ მაქვს ნანახი განაჩენი, სადაც დასაბუთებული არის ეს კვალიფიკაცია გადაწყვეტილი. როგორც კი მექნება განაჩენი, ბუნებრივია მე ამ განაჩენსთან დაკავშირებით ჩემს პოზიციას გამოვხატავ. თქვენ არაპერსონალურს, არამედ როგორც სახალხო დამცველი შეისწავლის თქვენი აპარატი რამდენად არის ეს გადაწყვეტილება? რაც გავაკეთე მაგალითად პატა მანჯგალაძის შემთხვევაში, ხო, როდესაც სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართე სასამართლოს და იქ დავასაბუთე, თქვა მის საქმესთან მიმართებაში. ხო, მაგრამ თქვენ მეგობრის სტატუსით მიმართეთ საქმის სვლელობის პროცესში და არა გადაწყვეტილების შემდეგ. ალეკოსთან დაკავშირებით რატომ არ გააკეთეთ? ალეკოსთან ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ საქმის მასალებზე არ მქონდა წვდომა. ვინაიდან ის ადვოკატებს ჰქონდათ გაუთქმელობის ხელწერილი ჩამორთმეული, მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ ჩემთვის მოეტანათ საქმის მასალები, ამიტომ მე ვერ შევაფასებდი ამას. დღეს როცა უკვე განაჩენი არის გამოტანილი, ამაზე თქვენს ეთერში ერთხელ დამისვით და მაშინ ის გიპასუხეთ. ამის შესაძლებლობა მაქვს. და დაუბრუნდები იმ ნაწილს, რომ ამას რა თქმა უნდა, ჩემი მეგობარი როა ეს კი არ განსაზღვრავს ამ ჩემ ქმედებას, განსაზღვრავს ის, რომ როგორც ნებისმიერი სხვა მსჯავრდებულის თუ ბრალდებულის შემთხვევაში ვიყენებ ამ ინსტრუმენტს, რა ინსტრუმენტიც გამოჩინა როგორც სახალხო დამცველს, რომ სასამართლო. მაგრამ ყველაზე არ წერთ სოციალურ ქსელში. ყველაზე არ წერ სოციალურ ქსელში, სადაც ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი იმას ვწერ, ეხლა ალეკოს განაჩენს რომ გამოვეხმაურო, ამაში მე მგონი უცნაური არაფერი არ არის, ხო? მით უმეტეს ჩემი სტატუსი რაიმე ტიპის შეფასება საერთოდ არ მოიცავს, არის უბრალოდ ჩამონათვალი იმ სასჯელების, რაც თუმცა ფაქტია, რომ ყურადღების მიქცევა სწორედ სასჯელის ზომაზე კი ეს იყო ჩემი მიზანი, რომ მათ შორის სასამართლოსთვის ეს უფრო ალბათ მიემართება სასამართლოს, ეხლა ეს არ არის არც პოლიტიკოსებისთვის, არც აღმასრულებელი, ეს არის იმ ადამიანებისთვის, რომელმაც მომავალშიც უნდა გააგრძელოს ალეკოს საქმეების განხილვა, ვინც მით უმეტეს იცით, რომ კიდე სხვა საქმეები არის, რომელიც ხო უნდა განიხილონ და ამით შევეცადე, რომ უბრალოდ სასჯელის ზომაზე გამემახვილებინა ყურადღება და შემედარებინა ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებისთვის, ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებში მხილებული მსჯავრდებულებისთვის, რომლებმაც ზოგმა მოიხადა სასჯელი, ზოგი ეხლაც იხდის საპატიმროში, ამას არ აქვს ეხლა არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ საქმე ის არის, რომ 13 წელი ბევრად აღემატება, მე ვფიქრობ, იმ სასჯელების ვთქვათ რაღაც ჩამონათვალს, რაც მე გამოვაქვეყნე. კვალიფიკაციაზე თქვით, ბევრმა ადამიანმა ეს ჩემი სტატუსი რაღაც ვერ გაიგო და მე ვფიქრობ, რომ არასწორად გაიგო. ზოგმა ჩათვალა, რომ მე იმათი სასჯელების გადახედვას ვითხოვ და დამატებას თუ რაღაც.
და ასე შემდეგ და უცნაური შეფასებებიც წავიკითხე. ეს მაგრამ სპეციალურად შეარჩიეთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ანუ ხელისუფლებისთვის ხელისუფლებას უთხარით ამაზე, რომ აი თქვენთვის მიუღებელი პოლიტიკური, ანუ ადამიანი რომელთა დასჯაც მართლა მათი პოლიტიკური ამოცანა იყო. რა არის, მე შევარჩიე ადამიანები, ვისაც აქვს ჩადენილი სისტემური ძიმე დანაშაულები მათ შორის. ყველაზე არა აქვს საუბარი, მაგრამ ადამიანების წამება და არასათანადო მოპყრობა და ასე შემდეგ. ყველას არ გულისხმობ, იქ სხვებიც არიან. ესეთი და ეს ახლა უბრალოდ უცბად რაც ვნახე, თორე ეს სია შეიძლება ყოფილიყო, რა ვიცი, 100-მდე ადამიანის ჩამოთვლა შემეძლო, მაგრამ ახლა ხო არ ჩამოთვლიდეს უყოლოდ. შინაარსი ხო ის არის, რომ ყურადღება უნდა გამომახველებინა სასჯელის ადეკვატურობაზე იმ ქმედებისთან მიმართ, რაც ალეკომ ჩაიდინა, რაც ცალსახად არის დანაშაული, მაგრამ 13 წელი მიმაჩნია, რომ ამისთვის არის. და თქვით, რომ კვალიფიკაციაზე არ ვილაპარაკებდიო, მაინც მაშინ აი თქვათ პერსონალურად მოსამართლე არ ხართ, თქვენ არავინ გთხოვთ მოსამართლეობას, მაგრამ აი რა კვალიფიკაციაში გადის მაშინ ალეკოს? იცით რა არის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს შეგნებულად არ ვსაუბრობ ამაზე. ერთი რაც ვიცით ყველამ, რომ საქმე იყო აღძრული ზღვის ქონების განადგურების და დაზიანების მუხლით, ხო 193 მუხლით თუ არ ვწდები და მე ეს გადაკვალიფიცირდა ტერორიზმზე. აი ეს არის საჯაროდ ცნობილი ფაქტი. ერთ საქმეშიც და მეორე საქმეშიც, მის მიმართ ორი საქმე მიმდინარეობს. კი ბატონო, მეორე საქმე გრძელდება, ანუ ხო, მეორე საქმე გრძელდება. არ არის გადაწყვეტილი. ასე რომ ეს არის ფაქტი და ის იმ მუხლით უნდა გაგრძელებულიყო კვალიფიკაცია, იმ მუხლით უნდა წარედგინა ბრალი პროკურატურას თუ სწორედ მოხდა გადაკვალიფიცირება ტერორისტთან მიმართებაში. ამის ანალიზს დადებს სახალხო დამცველი. ამაზე აუცილებლად მე ჩემას გამოვაქვეყნებ. თქვენი აზრი, ეს თქვათ, ვიდრე შეისწავლიდით, ვიდრე განაჩენი იქნებოდა, პრინციპში თქვენი აზრი დღევანდელ სტატუსში ამასთან დაკავშირებით მე მგონი არ იკითხება, ეს იკითხება სასჯელთან დაკავშირებით, მაგრამ არა კვალიფიკაციასთან. ალეკოსთან დაკავშირებით მე ვიცით, მისი მეუღლე საუბრობდა სხვათა შორის, რომ თქვენგან მათ შორის იგებს, თქვათ, ალეკოს მდგომარეობაზე, თქვენზე იყო შეკითხვა დასმული და რომ რაღაც კომუნიკაცია გაქვთ, ანუ ვიცი რომ ნახულობთ ხოლმე, ანუ ამ ხრივ არის ასევე პრეტენზიები რა პირობებში, არა, ალეკო რა პირობებშია, როგორანაირად, ანუ სასჯელის მიღმა კიდევ რაზე შეგიძლიათ ალეკოზე ილაპარაკოთ, ანუ ვიცი რომ გაქვთ. კი, ხშირად დავდივარ მასთან, ნახულობ, რა თქმა უნდა და ბუნებრივია მის მეუღლეს მერე ვაწვდი ინფორმაციას, ხო, ამაში რა არის, ანუ უცნაური. არა, ის რო ახლა როცა აჟიოტაჟი ატყდა და იმ დროს არ გამოვეხმაურე, ესეც შეგნებულად გავაკეთე, სიმართლე გითხრათ, მინდოდა რომ ამ აჟიოტაჟს რაღაც გადაევლო და უფრო მეტად ჩემს მოსაზრებას მიქცეოდა ყურადღება. ახლა ყველა რაღაცას წერდა, ზოგს ეცოტავებოდა სასჯელი, ზოგს ებევრებოდა, რაღაც 1000 მოსაზრება ტრიალებდა იმ დღეს, ხო. მაგრამ მოდით ხო და მასთან კომუნიკაციის დროს კიდე რამე პრეტენზიები პირობებზე და ასე შემდეგ. პირობებთან დაკავშირებით მას ჩემთან და ახლა მასთან საკანში შევდივარ და რაღაც განსაკუთრებული პრეტენზიები მას არ გააჩნია. საკანში ნახულობთ? კი, საკანში მათ შორის. იქ სხვა ადამიანები არ არიან? სამარტო საკანშია? კი. და რა ვიცი, მოპყრობას ნორმალური აქვს, პირობების ნორმალური აქვს, ყვებას ნორმალური აქვს. ამ ხრივ ყოველ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ ის რაღაცას განსაკუთრებით. როცა პირველად შეასახლეს, მაშინ მქონდა რამდენიმე პრობლემა, რაც მე მალევე მოგვარდა. დღეს ამ ხრივ შემიძლია ვთქვა, რომ მას პრობლემი არ აქვს. კომუნიკაცია მის ოჯახთან. ნუ აწი უკვე შესაძლებელი იქნება, რაც უკვე ის მსჯავრდებული არის. ყველა იმ უფლებით ისარგებლებს, რასაც სხვა ყველა მსჯავრდებული. კი ბატონო, თქვენ ასეთ შეფასებებს ერიდებით, მაგრამ მაინც საინტერესოა, ძალიან ბევრი კომენტარი იყო განაჩენის დღეს, მათ შორის პოლიტიკური ლიდერებისგან, რომლებიც ბისთვისაც ახლა ალეკო ოპონენტი უფრო იყო ვიდრე კოლეგა ოპოზიციურ ფლანგზე და ისინი ცალსახად ამბობენ, რომ აი კიდევ ერთი პოლიტპატიმარი შეემატა დღეს და თქვა ძალიან პოლიტიკური განაჩენი იყო ეს მათი. ანუ პოლიტიკოსებს აქვთ უფლება ასეთ შეფასებები გააკეთონ.
მე ასეთ შეფასებებს არ ვაკეთებ არავისთან მიმართებაში, არასოდეს არ გამიკეთებია პოლიტიკური შეფასებები, ეს არის ჩემი პრინციპი და ამ პრინციპით დავასრულებ ჩემ ვადას. არ შევალ პოლიტიკურ დებატებში პოლიტიკოსებთან, არ გავაკეთებ პოლიტიკურ შეფასებებს. ამით ვთვლი, მაგრამ სამართლიანი არის თუ არა გადაწყვეტილება და სამართლებრივ ნაცილს მოახდენს თქვენი სამართლებრივ ნაცილს, რა თქმა უნდა, ყოველთვის შევეხები, სამართლებრივ ნაწილზე ყოველთვის გამოვთქვა ვაცრს, განაჩენის დასაბუთებულობაზე ყოველთვის ვისაუბრებ, სასჯელის ადეკვატურებაზე ყოველთვის ვისაუბრებ და ასე შემდეგ. ეს ის ნაწილია, რაც უშუალოდ ჩემი მანდატის ნაწილია მათ შორის, ხო? და მათ შორის რამდენად მტკიცებულებებით გამყარებული არის ეს განაჩენი, რომელიც გამოვიდა. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც დღეს თავს ვიკავებ, იმიტომ რომ მე არ ვიცი რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტან, გარდა იმისა, ვთქვათ, რაც ნახეთ, თეორიულად ხო არის შესაძლებლობა, რომ კიდე სხვა მტკიცებულებები იყოს საქმეში, რაც მე არ ვიცი. ამიტომ რომ ეს არ დაემსგავსოს რაღაც მართლობას, მას შემდეგ რაც ვნახავ საქმეს და მექნება შესაძლებლობა ბოლომდე გავეცნო ამ ყველაფერს, მე ამაზე პირველ რიგში თუმცა მიუხედავად ამისა, ნახვამდეც გედიდათ 13 წელი და ეს დაწერეთ დღეს. ნუ ბუნებრივი არის ახლა იცით რა არის, კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმ საკითხს, რომ ზოგადად მართლმსაჯულება და სასჯელი არსებობს იმისთვის, რომ ადამიანს მისცეს საშუალება, რომ სრულფასოვან წევრად დაბრუნდეს საზოგადოებაში და საზოგადოებას ჰქონდეს სამართლიანობის განცდა, რომ ვიღაცამ რომ დააშავა, დაისაჯა. აი ამ ორ რაღაცას უნდა ემსახურებოდეს სასჯელი. და თუ ესეთი განცდა არ არის, მაშინ ესე იგი ის სასჯელი ხო არ არის ადეკვატური. ან ზედმეტად კაცრი, ან შეიძლება ზედმეტად მსუბუქი იყოს და ესეც იწვევდეს რაღაც საზოგადოების აღშფოთებას და ასეთის გვინახია ჩვენ. ზოგადად სხვათა შორის ძალიან ცნობილი და პატივსაცემი იურისტებისგან მსმენია, რომ დიდი იურისპრუდენციის ცოდნა არ არის საჭირო, თავად უნდა გელაპარაკებოდეს გადაწყვეტილებაზე, გიტოვებდეს უნდა გრძნობას, რომ ეს არის სამართლიანი თუ უსამართლო, ანუ მუხლების გარეშეც შეიძლება ეს აღქმა დაგჭეს. კიდევ ერთ საქმეზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, ეს არის საბოტაჟის საქმე, რომელზეც 8 ლიდერის პროცესი, რომელიც იყო ჯერ ძალიან, ასე ვთქვათ, მინავლებული და ახლა სრული ინტენსივობით მიდის და არ გამორიცხავე, რომ ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში პოლიტიკოსი პატიმრებით კიდევ ერთხელ შეივსოს საპატიმრო, ნაწილი არის ისედაც საპატიმროში. აი რა სიტყვით თქვენ ამ საქმეზე, აქ გაქვთ თუ არა ნება ან ჩართვა თუ აქაც დაელოდებით რა გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი? ნებისმიერ საქმეზე ეს საქმე იქნება თუ ვთქვათ 4 ოქტომბრის საქმე, რაშიც ვიყავით ჩართული და ვარ დღეს. კონკრეტულად მანჯგალაძის ნაწილში თუ სხვებისაც, მანამდე კიდე პროტესტის დროს დაკავებული ადამიანების საქმეებზე, იცით რომ 3 ადამიანი ვინც გამართლდა, იქაც ვიყავით ჩართული და მოსაზრებები ჰქონდა წარდგენილი. ყველა შემთხვევაში ამ ადამიანების ადვოკატებს მოაქვთ საქმის მასალები და ამ საქმის მასალებზე დაყრდნობით ვაფასებთ. მათი ინიციატივით ხდება ეს? ხო, რა თქმა უნდა, მე ხო არ მაქვს საქმის. მე მგონი პატა მანჯგალაძე თქვენი ინიციატივი იყო, იმიტომ რომ თქვენ ჩემ სტუდიაში ამბობდით, რომ განცდაც გაქვთ, რომ ის არ იყო გარეული და თქვენი პირადი კომუნიკაცია ახსენეთ. იმიტომ რომ მას დაურეკე მაშინ და ვესაუბრე და ვიცოდი მისი დამოკიდებულება, მაგრამ რა თქმა უნდა, მისმა ადვოკატმა სრულად მოგვიტანა ჩვენ საქმის მასალები. ანუ ადვოკატებზე ეს დამოკიდებულება. კი, რა ადვოკატებზე ან ოჯახის წევრებზე იმაზე, ვინც მომაწვდის ამ მასალებს სრულად და შემექნება შესაძლებლობა რომ შევისწავლო. ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, არსებობს შესაძლებლობა რომ მე გამოვითხოვო სასამართლოდან, ხო? მაგრამ ამას ჭირდება მაშინ ბევრად უფრო მეტი დრო და ეს პროცესი იწელება, ხო? ვადაში და ადვოკატებს თუ აქვთ სრულად მასალები, ეს პროცესი უფრო ჩქარა მიდის ბუნებრივია. კი ბატონო, ლიდერების საქმეზე რა? ლიდერების საქმეზე ვერაფერს ვერ ვთქვი, რომ დღემდე არავის ჩემთვის არ მოუმართავს, არც ერთ საქმეზე საქმის მასალები არ მოუტანიათ და თუ ასეთი სურვილი ექნებათ მათ, შეუძლიათ შემოიტანონ, მოგმართონ და მათი საქმეების ასევე შესწავლას და გაცნობას ბუნებრივია დავიწყებთ. ლიდერების იქნება თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქის. კი ბატონო, უბრალოდ ლიდერები იმისთვის, რომ მაყურებელმა, ვინც მიყურებს მაგალითად დაიმახსოვრა, რომ ლიდერების საქმეში გულისხმობს საქმეს, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს ეხება, მაგრამ ამავე დროს მაყურებელს არ უნდა დასჭირს
შთაბეჭდილება, რომ სახალხო დამცველთა მისი აპარატი მარტო ლიდერებს ახმაურებული საქმეებითა დაკავებული და სხვა საქმეებისთვის კი ბატონო, ლევან, კიდევ ერთ თემაზე მინდა რომ ვილაპარაკო, ეს არის თქვენი ვიზიტი ბრიუსელში, როგორც ვიცი, ახლახანს დაბრუნდით ბრიუსელიდან ევროკომისიაში, ქონდათ შეხვედრები, გვითხარით რა იყო ამ ხრივ საინტერესო, რა ტიპის კომუნიკაცია გქონდათ, იმიტომ რომ ევროკომისიასთან ხელისუფლებას ზოგადად გართულებული თუ გაწყვეტილი არა აი ამ ფაზაშია თქვენ სახალხო დამცველს რა კომუნიკაცია გქონდა? ნუ ჩემი ამოცანა იყო პირველ რიგში რომ მათთვის ამეხსნა რას ვაკეთებ მე, რას აკეთებს აპარატი რეალურად ადამიანთა კი, რეალურად ანგარიში რომელსაც წერ ამ ანგარიში რაზე არის საუბარი, იმიტომ რომ ნუ ეგ ხო არ არის ახლა რაღაც საიდუმლო, რომ ბევრი არაკეთილმოსურნე მყავს, რომლებიც ჩადიან იქ და 1000 ტყუილი და 1000 რაღაც სისულელე ჩააქვთ ჩემს შესახებ და ზოგადად აპარატის საქმიანობის შესახებ თითქოს ჩვენ რაღაც მიკერძოებულად ვარჩევთ საქმეებს და ვიღაცების მხარეს ვიჭერთ ან ასე და ანუ დაგხვდათ ამ ტიპის ინფორმაციული ეგ სულ ხდება ხოლმე, ანუ ვიცი რომ ეს ასე ხდება და პერიოდულად ჩემი ამოცანა არის რომ ამ ადამიანებს დავანახო რეალურად ჩვენ რას ვაკეთებთ და ისინი ძალიან სწორად ხედავენ ამ ყველაფერს. გარდა ამისა, სიმართლე გითხრათ, ნუ დაემთხვა ისე რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რაც მიიღო, იცით, ცნობილი რეზოლუცია, სადაც მათ შორის და ერთ-ერთი ამოცანა კიდე რაც მე ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი არის ის რომ ეს ურთიერთობა ევროკომისიასთან, რაც საომავლოდ ჩვენს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია რომ ეს კომუნიკაცია იყოს ხელისუფლებასთან რაღაცნაირად აწყობილი, ხო? გაუმჯობესდეს. მე ვფიქრობ რომ ეს მნიშვნელოვანი არის. ანუ ცდილობდით ამ ხრივ რაღაც გეშუა მდგომლად რომ ევროკომისია მელაპარაკოს ქართულ ხელისუფლებას? ჩემი ხათრით ახლა არავის შეიძლება არ დაელაპარაკოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვცდილობ რომ რეალისტური სურათი დავანახო ადამიანებს, ვისაც მე ვხვდები, რა ხდება საქართველოში. თქვენი ინიციატივით იყო ეს შეხვედრა თუ ყოველთვის როცა მე მივდივარ, ჩემი ინიციატივით არის ხოლმე, ხო, ეს პირველი არ იყო, ხშირად ჩავდივარ ხოლმე, ხო, ხან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხან ევროპაში, მაგრამ იცით რა არის, იმიტომ რომ ხან და მე მაგ განცდა რომ ხშირად ძალიან ცალმხრივად აქვთ რაღაცებზე ინფორმაცია და მნიშვნელოვანია რომ და ისინი ძალიან აფასებენ იმას რომ მე ობიექტურ სურათს ვცდილობ რომ დავანახო და მათ შორის აი დაემთხვა ეს საპარლამენტის რეზოლუცია და ამაზე მქონდა მე საუბარი, ეს უკვე ჩემი პირადი განცდა არის რომ ბევრი რამე ფუჭდება ისეთი რეზოლუციებით, სადაც მაგალითად ჩანაწერები რბილად რო ვთქვა, არ შეესაბამება. აი რომელი იყო ობიექტური სურათი რა არის? არა, ობიექტური სურათი არის ის, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არ არის რომელიღაც რაღაცა რუსეთის გავლენის ინსტიტუტი. არ შეიძლება ასეთი რაღაცის ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ხო, აი არის ამაზე საუბარი. კი, ძალიან ჩემი აზრით ძალიან არასწორი ჩანაწერია და ჩემი აზრი უთხარი მე, რომ ესეთი მიუხედავად ეს კომისიის გადასაწყვეტი არ არის. არა, ევროპარლამენტი ცალკე ინსტიტუცია, საკანონმდებლო პოლიტიკური. საუბრობდით, ხო, მე გამოვთქვი, რომ ჩემი მოსაზრება ამას დაკავშირებით, რომ ეს საქართველოს ასეთი ჩანაწერები კი არა ახლობს ევროკავშირს, აშორებს, იმიტომ რომ ეს იწვევს იმედგაცრუებას ჩვენს მოქალაქეებში. რომ ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციას, რომელიც არის მათ შორის ჩვენ ქვეყანაში მარტო ავტორიტეტული კი არა, ასაც გავლენიანი, ხო? რომ ასეთი ტიპის რაღაც პრეტენზიას უყენებ ყველანაირი დასაბუთების გარეშე. და ეს რამდენი ადამიანის რაღაც პროტესტს იწვევს, შინაგან პროტესტს და ბევრი ადამიანია ასეთი, მაგალითად ჩემ გარშემო. ეკლესიასთან დაკავშირებით ჩანაწერზე გაამახვილეთ ყურადღება? არა, სხვა ჩანაწერებიც არის იქ, რომელიც რა ვიცი, ახლა სიმართლე გითხრათ, ძალიან შორს არის რეალობისგან რა. არის ასეთი. არ შევალ მე ახლა ამის განხელვაში, იმიტომ რომ ამაზე ბევრი საუბარია, ამას გაუსვავ ხას, იმიტომ რომ ამაზე მე ვისაუბრე, ახლა სხვა ჩანაწერებზე არ მქონია ახლა არ გამიკეთებია აქცენტი, ამაზე გავაკეთე, იმიტომ რომ ეს რეალურად თვლი რომ ასეთი და ეს არის შეცდომა. ისინი არ მიიღებდნენ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე პასუხისმგებელი ევროკომისია, ანუ პასუხისმგებელ პირად აღიქვეს თავი ამ ჩანაწერზე? არა, უბრალოდ ჩემი აზრი მინდოდა ცოდნოთ ამის შესახებ და ჩემი აზრი უთხარი ხო. მე პოლიტიკოსებთან არ ვაწარმოებ იქ შეხვედრებს და არ ხვდები პოლიტიკოსებს, ეს არ არის ჩემ პოლიტიკოსებს რაღაც დაუმტკიცო, ხო? მაგრამ ის თუ ჩვენ გვინდა რომ ეს ურთიერთობა იყოს რაღაც ჯანსაღ ფორმატში, არ შეიძლება საქართველოს სამოსახლო ეკლესია ასეთი ფორმით მოიხსენიოს ევროპულმა სტრუქტურამ. არ შეიძლება უბრალოდ ეს ეწინააღმდეგება
არა მარტო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, არამედ ეს იცავდა ამ ქვეყნის საომარი განვითარების პერსპექტივას. შეიძლება კიდევ რამე მოგვიყვეთ ამ კომუნიკაციიდან, იმიტომ რომ საინტერესოა ამ გართულებული ურთიერთობის ფონზე თქვენ რა მისიის იცით რა არის, ამ კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ მათ იცოდნენ რეალური სურათი ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოში. იმ დანაშაულებს ეს სურათი უფრო უკეთესია რეალობა, ვიდრე მათ აქვთ ინფორმაცია? ეს არის ის, რაც მე მიწერია ანგარიში. რაც ეხება თქვენი ანგარიში საკმაოდ რიტყვი რომ რბილია, ანუ არის საკმაოდ კაცრია და აი სწორედ ის შეფასებები, რაც მაქვს ანგარიში, მე უბრალოდ ეს შეფასებები მათ გადავეცი უფრო დასაბუთებულად და გასაგებად. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, აინტერესებდათ მათი შთაბეჭდილება უფრო მძიმეა, მათ უფრო მძიმე შეხედულება აქვთ. თქვა, რისი თქმა მინდა. ანუ თქვენ გააცანით, რომ ისე არ ქუხს ჩვენთან, როგორც თქვენ გონია, თუ პირიქით ამდენი არიცით და უფრო მეტი ზოგან ძალიან ქუხს და ის პირიქით არიციან, რომ ასე ქუხს და ზოგან იმაზე უფრო მეტად გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს, ვიდრე სინამდვილეში არის. ეგ ხო ეგრე არ არის, რომ რაღაცა ყველა ეგ შავ-თეთრად არის, არა? სადღაც არის ძალიან მძიმე სურათი და სადღაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, მაგრამ სადღაც მათი ასე ვთქვათ შეფასება შეიძლება არ იყოს შესაბამისი იმ არსებული მდგომარეობის. და ამასთან დაკავშირებით მე ჩემას უზიარებდი მარტო დაყრდნობით ჩემ ანგარიშზე. ანუ ჩემი ანგარიშის მიღმა მე არანაირი ასე ვთქვათ შეფასებები და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ აი პარლამენტშიც დავწმუნდი ამაში, რომ ანგარიშს ის რაც ანგარიში წერია, ხშირად არ იციან ხოლმე. არც იქ იციან ხოლმე. ხშირად და ეხლა პარლამენტში რომ მქონდა მოსვენა, იქ იმ პოლიტიკურ ჯგუფს არც წაკითხული არ ქონდა ჩემი ანგარიში, რომელიც რომელზე გულისხმობ? სულ ორია. ვინც პროტესტს გამოთქვავდა, რასთან დაკავშირებით არ ვიცი, ანგარიშის მიღმა ყველაფერთან, მაგრამ ანგარიშის გარშემო ვერაფერი ვერ მოვისმინე არსებით. მაგრამ ეს რო გადავდოთ, რა არის იცით, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა საუბარი არის შეფასებებზე ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, შეფასებები უნდა ეყრდნობოდეს მტკიცებულებს და უნდა იყოს ობიექტური. არ შეიძლება, რომ საკუთარი პოლიტიკური თუ საკუთარი დღის წესრიგის პერსპექტივიდან უყურებდე ყველაფერს. როცა საქმე ეხება ადამიანების უფლებებს, საქმე ეხება ისეთ ნაწილს, რომელიც თუ იქ მძიმეთაა საკითხი, ნიშნავს, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმეთაა საკითხი და თუ სადღაც რაღაცა გამოსწორდა, ამის დამალვაც არ შეიძლება ასე, რომ ობიექტურად უნდა შეაფასო ამის თქმა მინდა. რა გამოსწორდა, რაზე მიაწოდეთ? გამოსწორებულ არა, ეს ჩემი საუბარი არ ყოფილა აქ გამოსწორდა. მათი მხრიდან იყო, თქვათ, არის ასეთი დღესაც სხვათა შორის ბევრჯერ დავსვი ეს კითხვა, გამოჩნდა ორი პოზიცია. მაგალითად, კაია კალასი და სხვა მინისტრების ალბათ დიდწილად ამ პოზიციის, რომ არ ველაპარაკებით მთავრობას ქართულ ხალხს და იყო ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელთანაც ოცნებას ჰქონდა თავისი კომუნიკაცია, ახლახანს ნიკა სამხარაძე იყო, მე მგონი, საუბრობდა ამის შესახებ. მოკლედ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ველაპარაკოთ უნდა ამ ადამიანებს. ანუ თქვენ ხოდა რომელი პოზიცია, აი ამ ევროკომისიაში შეხვედრების დროს თქვენ რომელი პოზიცია ეს თქვათ მიიღეთ? რა ტიპის აუდიტორია იყო იქეთ მხრიდან? რომელ არა, იცით რა არის, ამაზე არ ყოფილა საუბარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ეხლა რა შემთხვევაში არ უნდა ელაპარაკო ხელისუფლებას? ხო, იმ შემთხვევაში არ უნდა ელაპარაკო, თუ არჩევნები გაყალბდა და თუ ამის მტკიცებულებები არსებობს, ხო? და ეს ხო უკვე რა ვიცი 1000 ჯერ გადაღეჭილი თემაა. თქვენ ამბობთ რომ არა, მაგრამ პოლიტიკური სპექტრის ის ნაწილი რომელიც არ შევიდა პარლამენტში, ისინი ამბობენ რომ ეს არის და საზოგადოების ნაწილი ოცნების მომხრე ალბათ ფიქრობს რომ ოცნებამ გაიმარჯვა, ოვესის სამომრჩეველი ფიქრობს რომ ოვესიამ გაიმარჯვა. ეგრე ხო არ არის, არა. როცა ამბობ რომ 100,000 ხმა გაყალბდა და რაღაცა 100 არა მეც ამბობენ. მეტი ხო თუ რამე 300,000 ხო და 100,000 ის ჩამოართვეს და რაღაც ამას ხო რაღაც მტკიცებულება ჭირდება. ეს ლაპარაკი ხმა ყველაფრის შეიძლება რა. კარგი არჩევნები ჩატარდა? არა, კარგი არჩევნები ჩატარდა კი არა. თავარი რა არის იცით? ხო, ვუბრუნდები იმ თემას, ისევ არჩევნების თემას, ხო? თავარი არის რომ კარგი ჩატარდა თუ ისეთი ჩატარდა იმ პრობლემებად თუ იმ გაყალბების მასშტაბმა მოახდინა თუ არა იმხელა გავლენა რომ შეცვალა არჩევნების სურათი.
და თუ ამის ოცნება მაინც მოიგებდა თუ თქვენ ამას ამის ამბობთ. მტკიცებულება არსებობს, ჩატარებული. ერთი თუ ამის მტკიცებულება არსებობს ქალბატონ დიანა, მაშინ რა თქმა უნდა, თუ ეს იმ ხელა მტკიცებულება არსებობს, რომ ეს თვიდა არჩევნების სურათს ვიღაცის არსაღელობით, ბუნებრივია იქ ყველაფრის თქმის უფლება გაქვს. მაგრამ თუ ამის მტკიცებულებები რამდენი ხანი გავიდა არჩევნების მერე, დღემდე არ არის წარმოდგენილი ნანახი მოპოვებული 300,000 ხმის გაყალბების შესახებ და მაინც ამას ჯიუტად იმეორებ და ეხლა პარლამენტში არ შესულს ნაწილს არ შევაფასებ, იმიტომ რომ ეხლა ეგ არ არის ჩემი შესაფასებელი, მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება ასეთი, ასე გადაწყვიტეს, ეს მათი საქმეა, მაგრამ ის ნაწილი რომ თუ ასეთ პრეტენზიას აყენებ, რომ ამ მასშტაბის გაყალბებას ქონდა ადგილი, მაშინ უნდა ეს დაამტკიცო და თუ ვერ ამტკიცებ, მაშინ უნდა თქვა, რომ ხო, როდესაც მე ამას საუბრობდი, ჩემი მსჯელობა არაფერს არ ეფუძნებოდა, ხო? და დღეს უკვე არჩევნებიდან 2 წელზე მეტი გავიდა, მე ვფიქრობ, რომ ვერანაირი მტკიცებულება იმის, რომ 300,000 ხმა გაყალბდა და 100,000 ადამიანს იძულებით ჩამოერთო პირადობა. პოლიტიკური ლიდერები ლაპარაკობენ მუდმივად სისტემაზე, როგორ მოქმედებდა პირადობის მოწმობებით, როგორ დადიოდნენ. არა, ლაპარაკის ბევრი რამე, ახლა ლაპარაკი მათ შორის შეიძლება. გარკვეული მტკიცებულებათა ნაკრების პრეზენტაცია ჰქონდათ, მიიტანეს იქ ზოგი ჩიოდა პროკურატურას თქვა რომ გამოვიძიეთ და ვერ დავასკვენით. დასკვნა არის, მე მგონი, ყველაზე კარგი ამისთვის, სადაც უამრავ პრობლემაზე არის საუბარი, მაგრამ არაფერი მაგდაგვარი იქ არ წერია ამას. კი ბატონო, ევთო ოდირი დიდი ალბათობით ევთო საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის გამო შეიძლება თქვათ ვერ აღმოჩნდეს მომავალ არჩევნებზე მოწვეული. ვფიქრობ, რომ ევთო ოდირი ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტილება არ უთქვამთ, გადაწყვეტილად არ უთქვამთ, მაგრამ დღეს ბრაზობდა კობახიძე, რომელიც არჩევნების სადამკვიდრებელ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. და ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია არჩევნების პროცესისთვის, ასეთი გარე დამკვირვებელი. მადლობა. ნახოთ რა იქნება.